გამარჯობა, მე ვარ ნათია ბარათელი. დღეს წარმოგიდგენთ რუბრიკას ციტირების ინდექსი და ჩვენი სტუმარია ქალბატონი თიკა ტყემალაძე. გამარჯობა ქალბატონო თიკა, დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და სანამ დავიწყებთ საუბარს თქვენს შრომებზე და კვლევებზე, გთხოვთ მოკლედ მოგვიყვეთ და გაგვაცნოთ თქვენი თავი და მოგვიყვეთ როგორ მოხვდით გენეტიკის სამყაროში, თავიდანვე იყო თუ არა ეს პროფესია თქვენი არჩევანი. Paralelს თუ გავავლევთ, მე მაგალითად ბაკალავრიატზე საერთოდ ჩავაბარე გერმანისტიკის ფაკულტეტზე ჰუმანიტარული მეცნიერებები და შემდეგ შევიცვალე მიმართულება, გავხდი ეკოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და დღეს სწორედ ეკოლოგიის სფეროში მუშაობ. თუ შეიძლება რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი განვლილი გზის შესახებ. ნაცია, გმადლობთ ინტერესისთვის. ვიტყოდი რომ თავიდან სურდა ეკოლოგიურზე ჩაბარება და ეკოლოგობა. ეს გარკვეულწილად მამის ფაქტორითაც იყო განპირობებული, იმიტომ რომ მამა არის ბუნების დამცველი, მონადირე, ბუნების მოყვარული და პატივისცემელი ადამიანი და ჩემი ბავშვობაც, ვთქვათ, ბუნების წიაღში ხშირად გადიოდა და განსაკუთრებული სიყვარული მქონდა ბუნების მიმართ და ამასთანავე სიცოცხლის მეცნიერების მიმართ. თუმცა შემდგომ ისე წარიმართა ცხოვრება, რომ ბებო იყო პედიატრი, მას დინა ერქვა და ასე ვთქვათ, ამ კუთხით წამოვიდა ჩემი შემდგომი განათლება, ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში და უკვე ასე წავუყევი ჩემს შემდგომ განათლებას და კარიერას. ქალბატონო თიკა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რა საინტერესო გარემოში ვიმყოფებით ახლა. თუ შეიძლება მოგვიყევით სად ვართ და რას ემსახურება ეს მუზეუმი? მოგახსენებათ, ჩვენ დღეს ვიმყოფებით მუზეუმში, სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, რომელიც ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ამ მუზეუმში მოყვანილი უამრავი ექსპონატი 100 წელზე მეც შეიძლება ითვლიდეს თავისი სიძველით და წლების წინ დაარსდა მუზეუმი პროფესორ ვალერიან როსტომბეკოვის მიერ. შემდგომში ორჯერ იყო ხანძრის შემთხვევა, რომელმაც საკმაოდ აზიანა მუზეუმი და შემდგომში ქალბატონი ელენე აბზიანძე, რომელიც იმ დროს ბიოლოგიის კათედრის გამგე იყო, მის ინიციატივით მოხდა განახლება მუზეუმის 92 წელს. თუმცა შემდგომ დაიხურა მუზეუმი ავარიული შენობის მდგომარეობის გამო, თითქმის 10 წელი მთელი შენობა იყო დახურული და როდესაც დაიწყო ეს თქვა შენობის განახლება, ჩვენ მიმართეთ უნივერსიტეტს თხოვნით, რომ ახლებური იელფერი მიგვეცა ამ სივრცისთვის და ექსპონატები უფრო ახლებულ ჭრილში წარმოგვეჩინა და მე მგონია, რომ საკმაოდ ლამაზად არის წარმოჩენილი და ექსპონატები ზოგიერთი ექსპონატი არის უნიკალური ექსპონატი მოყვანილი ჩვენს სივრცეში. ეს არის უნიკალური ფრინველები, ცხოველები, პალეონტოლოგიური მასალაც, რომელთა მოძიება დღეს უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ბევრი ფრინველი წითელ წიგნში არის შეტანილი და მათი მოძიება ბუნებაში უკვე წარმოუდგენელი არის და მათ ისტორიული ღირებულება აქვთ. ბევრი დიდი ისტორია აქვს ამ ექსპონატებს გამოვლილი, თუმცა ახალ ექსპონატებსაც ვამატებთ. არის როგორც ცხოველები, ფრინველები, ისე ასე ვთქვათ, განსაკუთრებული კუთხე, სადაც ანომალური ემბრიონები არის წარმოდგენილი და ესეც მართლა უნიკალური ექსპონატები, იმიტომ მათი მოძიება, მაგალითად სიამის შეერთებული ტყუპები, სიხშირე დაახლოებით მილიონში ერთი არის და ასე ვთქვათ, უძველესი ექსპონატი ჩვენთან მუზეუმში ინახება და ესეც განსაკუთრებით ღირებული ექსპონატი არის. არის თუ არა შესაძლებელი, რომ მოვიდეს სტუდენტი ან მოსწავლე ან თუნდაც უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი ამ მუზეუმში და დაათვალიეროს არსებული ექსპონატები?
მუზეუმი არის საჯარო, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის საჯარო. მუზეუმი ყოველდღე ღია არის გარკვეულ საათებში. Facebook-ზე გვერდიც არის საინფორმაციო, სადაც ადამიანს შეუძლია გაეცნოს ვიზიტორები ვინ იყვნენ, ჩვენ მუდმივად ვდებთ ინფორმაციას, სტუმარი ეწევა, ვიზიტორი ეწევა და მინდა თქვა რომ სკოლები განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამენ ხოლმე ამ მუზეუმში ბავშვების მოყვანის, ხშირად გვყავს სხვადასხვა სკოლიდან ბავშვები და მათ ძალიან მოსწონთ ამგვარი გარემოს ნახვა, ისევე როგორც ჩვენი უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლის და ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის მუზეუმი არის ღია და ღია საათები, ვთქვათ, მითითებული არის საინფორმაციოში და ინდივიდუალურად ნებისმიერ დროს წინასწარ თუ დაგვიკავშირდებიან, ჩვენ მათ ნებისმიერ დროს გავუღებთ კარებს და გავაზიარებთ აქაურ სივრცეს. მუდმივად ღია კარები ვერ იქნება, იმიტომ რომ დაცული უნდა იყოს ექსპონატები თავისი ტემპერატურულ რეჟიმით და ესე ვთქვათ დაცვით, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, კარგია თუ წინასწარ შეგვითანხმებენ და ამ კვირაშიც სამი სკოლიდან კიდევ ველოდებით მოსწავლეებს და იმედი არის მათ მომავალში გარკვეულ გაუღვივებს გარკვეულ ინტერესს ბუნების და სიცოცხლის მეცნიერებებისადმი და შეიძლება იმას კიდეც მოაფიქრებინოს, რომ მათი მომავალი პროფესია ამ დარგს დაუკავშიროს. ქალბატონო თიკა, უღრმესი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ინტერვიუ და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბევრი ადამიანისთვის იქნება იმედის მომცემი. დიდი მადლობა თქვენ გამოთქმული ინტერესისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ამ დროის გატარება და ჩემი გამოცდილების გაზიარება. დიდი მადლობა. დღემშვიდობის მარიამ, ძალიან მიხარია რომ დღეს ამ ბუნებაში ვისაუბრებთ ძალიან ღირებულ თემაზე. შენ აირჩიე ეკოლოგია, აირჩიე ბიომრავალფეროვნება. აი საინტერესო იმ საწყისებზე ვისაუბროთ, რაც ამის წინაპირობა გახდა. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია რომ ვარ თქვენი რესპონდენტი. ბუნებით ვარ ნატურალისტი და ალბათ ამანი მოქმედა ყველაზე მეტად. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი საბუნებისმეტყველო საგნებით და მერე განსაკუთრებით უკვე ბიოლოგიით. ამაზე იმოქმედა ოჯახმაც, იმიტომ რომ დედა არის ბიოლოგიის მასწავლებელი და ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამ საგანს, მაგრამ განსაკუთრებით რაც მახსოვს, ჩემი ცნობიერება შეიცვალა დამამთავრებელ კლასებში, როცა უკვე პროგრამულად შევეხეთ ევოლუციას, ორგანიზმთა შეგუებულობებს, ბიომრავალფეროვნებას, ეკოლოგიას. აი ეგ იყო გადამწყვეტი მომენტი, როცა უკვე ნამდვილად გადავწყვიტე, რომ აი ამ მიმართულებას უნდა გავყე. ერთხელაც არ მიფიქრია, რომ რაღაც ეს ბიოლოგიის ცოდნა აი აუცილებლად მედიცინაში უნდა გამომეყენებინა და ამ მიმართულებით წავსულიყავი და ამერჩია უფრო პოპულარული პროფესიები, მიუხედავად იმისა, რომ იყო დედაჩემის მხრიდანაც, მათ შორის აი სამეგობროს მხრიდანაც და ასე შემდეგ გიზიარებდნენ გამოცდილებას, რომ ამერჩია, რომ კარგია და შენი ცოდნა აქ გამოიყენე, მაგრამ არა. ბევრი ვიფიქრე ამაზე და მაინც საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით გავყოლოდი და წმინდად ბიოლოგიას მივყოლოდი და მერე უკვე ნამდვილად არ შევცდარვარ არჩევანში. ბიოლოგია ფართო მეცნიერებაა და ბევრ ქვედარგს და დისციპლინას მოიცავს და ეგ განხეთქილება მქონდა საკუთარ თავში, რომ აი რა ავირჩიო შემდეგში, აი გენეტიკაც ძალიან საინტერესოა, გამომდის მომწონს, ზოოლოგია ძალიან საინტერესოა, აქეთ გავს თქვა ბოტანიკა, ბიომრავალფეროვნება, აი ეკოსისტემები გაქვს ეკოლოგიაში და ყველაფერი ძალიან გაინტერესებს და ცოტა ყველაფერი გამოვცადე.
აი ბაკალავრის პერიოდში ვახსენე, რომ მუშაობდი ზოოლოგიის მიმართულებით, სავაწყვრები და მედუზების ბიომრავალფეროვნებას ვიკვლევდით და ძალიან საინტერესო იყო. თან ძალიან გამომადგა მე რო უკვე სწავლებაში ბავშვებით საკმაოდ დავაინტერესე ამ თემით, ამ საკითხით. მერე იყო ეკოსისტემები, თქვათ, ტყეები, ასე შემდეგ და მერე უკვე მივხვდი, აი ავირჩია ჩემი ფოკუსი, ჩამომიყალიბდა, რომ ძალიან მომწონდა მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მუშაობა და რაც ეხება, რა ვიცი, ხმელეთის ეკოსისტემებს და ტყეს სრულიად, იმიტომ რომ ეს მათგება როგორც აი ეს ჩემი კვლევებიც ამ მიმართულებით არის და თვითონ სწავლებაშიც ძალიან მათგება, როგორც მასწავლებელს ძალიან გამომადგა ეს მიმართულება. აი შეგიძლია გაიხსენო 1-2 სტერეოტიპი, რასაც ხშირად გეუბნებოდნენ, რის წინააღმდეგაც ფაქტობრივად წახვედი და აირჩიე ის, რაც შენი სფერო იყო, რაც გაინტერესებდა და რაც შენთვის ფაქტობრივად ღირებულია. ზუსტად მახსოვს აბიტურიენტობის პერიოდში რაღაც ესეების დაწერის დროს კარგი არგუმენტები მომყავდა და მაშინ თქვა მასწავლებელმა, რომ აი შენ აუცილებლად იურისტი უნდა გამოხვიდე და მაშინ მქონდა ძალიან დიდი პროტესტი, რომ რატომ, ანუ შეიძლება ეს ყველაფერი ეს უნარები გამოვიყენო იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მე ესე ძალიან მაინტერესებს მოკლედ. და ეს იყო რა, აი აბსოლუტურად წინააღმდეგი წავედი ამ იმისი, რა ქვია, სტერეოტიპების მოკლედ და ფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა ჩემმა პროფესიამ, ესე ვთქვათ. კმაყოფილი ვარ და კიდევ ისეთი სიამოვნებით ვარ კვლევებშიც ჩართული და სწავლაც და სწავლებაშიც, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებ და სხვებს ასწავლი. ეს ორმაგად სასიამოვნოა. კი, და აი ყველაზე ღირებულ ფაქტორს მივადექით, ახსენე სწავლა, სწავლება და კვლევები. 8 წელია რაც ამ სფეროში ხარ და ბოლო 2 წელია მე როგორც ვიცი, შენ აქტიურად იკვლევ ბიომრავალფეროვნებას და ერთ-ერთ მცენარეს, განსაკუთრებით კრაზანას, რომელსაც თავიდან როცა ვეცნობოდი, მე თავადაც მეგონა რომ ეს იყო მწერი და აღმოჩნდა რომ არის მცენარე, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვნებით გამოირჩევა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სისტემისთვის, ეკოსისტემისთვის. თუ შეგიძლია რომ აი უფრო მეტი დეტალი გითხრა მცენარის შესახებ და ზოგადად კვლევის პროცესის შესახებ, რა იყო წინაპირობა რომ გადაწყვიტე რომ იცი რა, მოდი ამდენად მრავალფეროვანი ბიომრავალფეროვნებიდან ვიკვლევ მცენარე კრაზანას. პირველ რიგში ხო მიმართულება ეს სპეციალიზაცია უკვე მაგისტრატურის პერიოდიდან ავირჩიეთ, რომ მცენარეთა სისტემატიკაში მემუშავა. როცა დოქტორანტურის თემა ესე შევჯერდით და შევთანხმდით, რომ აგვეღო კონკრეტულად ამ მცენარის გვარი, კრაზანა და პირველ რიგში კი მართალი ხართ, კრაზანები ახსენდებათ ხოლმე და არა მცენარე. ჩავერთეთ, მოვიძიეთ ანუ ინფორმაცია, რა კვლევები იყო საქართველოში ამ მიმართულებით ჩატარებული. დღეს ბიომრავალფეროვნება ესმით მხოლოდ უბრალოდ სახეობების, ანუ ესმოდათ წარსულში უბრალოდ მხოლოდ სახეობების მრავალფეროვნება, რასაც იყო გავრცელებული და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს თანამედროვეობაში თუ გადავხედათ, ბიომრავალფეროვნება მოისაზრებს საერთოდ ყველაფერს ამ მცენარის შესახებ. მის სახეობრივ მრავალფეროვნებასაც, მის ბიოლოგიურ აქტივობასაც, მის ბიოქიმიურ შემცველობასაც და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მეცნიერება ეს კვლევები, რასაც ჩვენ ვატარებთ, არის გამიზნული ეს შედეგები, რომ გამოიყენონ მაგალითად ფარმაკოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მოხდეს მისი პრაქტიკაში დანერგვა. კრაზანები განთქმული მცენარე, აი სამკურნალო მცენარეებით არის ცნობილი. აჭარაში არის გავრცელებული 12 სახეობა. ნუ თქვენ რასაც მიმოიკვლევდით, ყველაზე ხშირად შეხვდებოდათ ერთი სახეობა, ჰიპერიკუმ პერფორატუმი, რომელიც აი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია, ძალიან კარგად არის შესწავლილი, ბევრი კვლევა ამის შესახებ და მოკლედ ესე ვთქვათ, კიდე აგრძელებენ მის იმას, რა ქვია, გამოკვლევას სიღრმისეულად, ძალიან ბევრი ინფორმაციას გადააწყდებით, სამეცნიერო სტატიას. მაგრამ ჩვენ საქართველოში გვაქვს და აჭარაში გვაქვს ისეთი სახეობები, რომლებიც
არ არის კარგად შესწავლილი. ამავდროულად განსაკუთრებით ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ სახეობაზე, რომელიც არის კავკასიის ენდემური სახეობა, ანუ მხოლოდ კავკასიაშია ეს სახეობა წარმოდგენილი და საინტერესოა რომ შევისწავლოთ მისი ბიომრავალფეროვნება, ანუ მისი ყველანაირი ასპექტი, ბიოლოგიური აქტივობა იქნება ეს თუ ბიოქიმიური შემადგენლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამავდროულად ჩვენ ვსწავლობთ ტრანსსაზღვრო ზოლში არსებულ პრაზანის სახეობებს და თურქეთთან გვაქვს აქტიური კავშირი ართვინის უნივერსიტეტთან. აღმოჩნდა ისეც, რომ სრულიად ისე არ ვიცოდით ამის შესახებ, როცა გადავწყვიტეთ, რომ ეს კვლევები ჩაგვეტარებინა, შეგვედარებინა სახეობების, რა სახეობები იყო ჩვენთან, მათთან, რომელი იყო საერთო სახეობები, რომელ სახეობებს ჰქონდა რაღაცა, ვთქვათ, საფრთხე ექმნებოდა ამა თუ იმ არეალში, განსაკუთრებით ტრანსსაზღვრო ზოლში. ეს სახეობები, მეტასაც გზისპირა სახეობებია და დიდ ანთროპოგენულ წრეხს განიცდიან. აღმოჩნდა, როცა ჩავედით თურქეთში, რომ ამ სახეობაზე ეს კავკასიის ენდემი ჰიპერიკუმ ქსილოსტეიფოლიუმზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და იკვლევდნენ მის ბიოქიმიას და მივხვდით, რომ მან ძალიან გაგვიმართლა. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის როგორ კვლევები და ნაშრომები ძალიან გამოგვადგება. ანუ ეს საერთაშორისო კავშირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნებაში, იმიტომ რომ მცენარეს და ცხოველს არ აქვს საზღვრები, ჩვენ მას საზღვრებს ვერ დავუწესებთ. ამიტომ ერთობლივი კვლევებით, ერთობლივი შედეგებით ამ ყველაფრის, აი სრული სახის შექმნა ამ ყველაფრის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ გქონდეს ისეთი კვლევა, რასაც გამოიყენებენ პრაქტიკაში. საინტერესოა ის, რომ როგორც ახალგაზრდა, როგორც ბიომრავალფეროვნებაში ჩართული ადამიანი, ასევე იყენებ მრავალფეროვან მეთოდებს ბავშვებთან. აი საინტერესოა, რომ ერთის მხრივ გვესაუბრო თუ როგორ გამოიყენე ეს კვლევა და მეორეს მხრივ რა მეთოდებით ვცდილობ, რომ ეს ბავშვებს გაუზიარო. კი, ჩვენს ბავშვობაში იყო სამწუხარო რეალობა, ბუნების გაკვეთილებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით და რაღაცა ყველა მეორე ხარისხოვან საგნად თვლიდა და ყოველთვის გული ამაზე შემტკივოდა, რომ ძალიან საინტერესოდ შეიძლება ასწავლო, ძალიან საინტერესოდ შეიძლება მიუდგა, იმიტომ რომ ბავშვებში ვხედავ იმ რესურსს, რომ ძალიან აინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიპოვით ბავშვს, რომელსაც არ აინტერესებს ცხოველთა სამყარო, ან ბუნება, ან ტყე არ აინტერესებდეს და ანუ ეს ინტერესი მათში არის და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოს, რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. და მეთოდი, რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის ღია ცის ქვეშ ბუნებაში ჩაატარო, აუხსნა, რასაც ფოტოებზე და ილუსტრაციებზე ხედავენ, რასაც კითხულობენ, ის ყველაფერი აღიქვან საკუთარი თავით, იმიტომ რომ ბუნების სწავლება ალბათ მაშინ არის რთული, როცა ბავშვი უბრალოდ კითხულობს და ვერ წარმოიდგენს, არ იცის, ანუ როგორია, რანაირია, ვერ წარმოიდგენს, მის წარმოსახვაში არ ხდება ეს. ამიტომ ჩვენ ბავშვებთან ერთად შეგვიძლია რომ გაცილებით მეტი გავაკეთოთ. თან დღეს უფრო მეტი შესაძლებლობაა ამ ყველაფრის, გარდა იმისა, რომ არსებობს ვიდეო და ფოტო რესურსები და შეგიძლია ამისი დემონსტრირება ლაშქრობებს და ექსპედიციებს უსაფრთხო გარემოში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აღფრთოვანებულები არიან ხოლმე ბავშვები ამ ყველაფრით და ორმაგად უფრო ინტერესით არიან ამას განწყობილები.